და რა ძალიან დამხმარე იყო ჩემ შემთხვევაში და არის ყოველდღიურ ცხოვრებაში არის ის, რომ უბრალოდ დავინახო, რომ არ არსებობს ჩემი ფიქრები და არ არსებობს სხვა ადამიანის ფიქრები. ფიქრები უბრალოდ ფიქრებია. არ არსებობს ჩემი ემოციები, რა კონკრეტულად ჩემი ემოციები არ არსებობს. ემოციები უბრალოდ ემოციები. მაგრამ მე მაქვს თავი გაიგივებული ამ ფიქრთან. ნებისმიერ შეგრძნებაში და როგორც ყველა ჯგუფზე დღესაც სულ თავიდან დავიწყოთ და ერთმანეთს შევახსენოთ ეგეთი რაღაცა, რომ სამყაროს რითაც აღვქვამ, აბსოლუტურად ყველაფერს რითაც აღვქვამ, ეს არის ჩემი ხუთი ახმის ორგანო, დამატებული ფიქრები. და პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც მე ვკარგავ უნარს, რომ ყველა ახმის ორგანო პირდაპირ გამოცდილებაში აღვქვა. ამის ნაცვლად მე ყველა ახმის ორგანოზე მაქვს ფიქრები და ამბავს უყვები საკუთარ თავს ამავე ახმების შემთხვევაში. აი მაგალითად, დღეს დილით კონტრასტული შხაპი გავაკეთე და კონტრასტული შხაპის წინ ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან ცხელი წყალი მივიღო რა, რომ კარგად გაიხსნას ყველა ფორა აბსოლუტურად. და ცხელი წყლის დროს ჩემ თავს ვეუბნები, რომ უх რა ცხელია რა, უх რა კარგი ცხელია რა. და შემიძლია რომ მოვაშორო აი ეგ დახასიათება, რომ უх რა ცხელია. და უბრალოდ წყალის შეხება, ანუ ახმის ორგანო როგორც შემხემლობა დაღვიქვა. და არა ის რომ რა ცხელია და მე ეს მაძლევს შესაძლებლობას რომ და ეს რომ დავაფიქსირე რომ ეხლა ჩემ თავს ვეუბნები რომ უх რა ცხელი წყალია. ეს რა თქმა უნდა მე გამოიწვევს იმას რომ მე როგორც კი ცივზე გადავრთავ გამეწყება ფიზიკური შებრჭილობა, იმიტომ რომ ვიტყვი რომ უх ეს რა ცივია, ესეც მიჩვეული არ ვარ რა. და ჰაერის შეკუმშულობა და გულის აჩქარება და ასე შემდეგ. მაგრამ შემიძლია რომ რა წყალიც შეხება დავტოვო. და არ დავარქვა ის რომ ეს ცხელია, ეს ცივია და ამის ფიქრებში არ წავიდე რა. შემთხვევაში ორგანოები რითაც აღვიქვამ ხო და ამ შემთხვევაში შეხებლობაზე ვლაპარაკობ. არ არის ეს პრობლემა რა. როგორც წესი მე რო ვიძახი რომ მტკივა, ის ტკივილი იმდენად პრობლემატური არ არის, რამდენადაც მე ვიძახი რომ ეხა აუტანელი ტკივილი მაქვს. ეხა ის პრობლემას მიქმნის. ეხა უნდა გავმოძრავდე, ფეხი გავშალო, მატუხებს. ჩემ შემთხვევაში ეს 100% ფიქსირდებოდა პანიკურ შეტევებთან, შფოთთან, anxiety-ს რასაც ვეძახით, კომპულსიური თუ ობსესიური აშლილობები და რატო? რა ფიქრის გაჩნდა ჩემ თავში? მე არ მქონდა უნარი დამეფიქსირებინა, რომ ეს ფიქრი საიდანღაც მოვიდა. მე მასთან იმ მომენტალურ მომენტშივე გავაკეთე უდიდესი იდენტობა, დავიჯერე და გახდა ჩემი რეალობა. რამაც გამოიწვია აშლილობა, თუნდაც პანიკური აშლილობა, თუნდაც ემოციური აშლილობა. იმიტომ რომ ის ფაქტი გახდა რა. მე კითხვა მაქვს ესეთი, რომ ჩემი ფიქრები არის ფაქტი? ესეთი პრაქტიკა გავაკეთოთ რა, დღეს ორ ნაწილად გავყავ პრაქტიკას და ორ მთავარ კითხვას დავსვავ და ამ კითხვაზე პატარა მედიტაცია გავაკეთოთ რა. და სანამ ამ მედიტაციაში შევალთ, ეგეთი რაღაცა განვასხვავოთ რა. ფიქრი და აზროვნება ერთმანეთისგან განსხვავდება რა. აზროვნებაზე შეგვიძლია ვთქვათ, აზროვნება როგორც გაცნობიერება ნიშნავს იმას, რომ დავინახე, რომ ეს ჩემში უცვლელი მდგომარეობა იყო, ეს არსად არ დაწყებულა რა. დავიხსენე თუ გინდა დავარქვათ, დავინახე, რომ ეს არის ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა და ის მე ვარ. მაგრამ ფიქრი, აზროვნება, რაციონალიზაცია, ეს ყველაფერი არის ის, რომ მინდა რომ ამ ფიქრებს რაღაც ფორმა მივცე რა. და რაღაც ლოგიკური ახსნა გავუკეთო. ახსნადი იყოს ეს მთელი ჩემი აქტი, რასაც ფიქრები ქვია, რაღაცაში შევფუთავ და მე რეკლის კონფეტივით ვაზრდებ და ვეუბნები, რომ ეს არის შენი გაცნობიერება. მაგრამ გაცნობიერება და ფიქრი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ მე ხა კითხვას დავსვავ. ვეცადოთ რომ არ იყოს ეს ფიქრის პროცესი რა, არ იყოს რაციონალიზაციის პროცესი. ყველაზე პირველი ნაბიჯი, რაც გვჭირდება ფიქრებთან ურთიერთობაში, ეს არის რომ დავინახოთ ჩემი კონცეპტუალური გონება, როგორც ცდილობს რომ ყველაფერს ახსნა მოუძებნოს. თუ ახსნა მოუძებნა, მშვიდად არის რა, მაგრამ შემიძლია რომ კითხვა დავსვა და კითხვის პასუხი არ ვეძიო. აი უბრალოდ შეგრძნებაში დავრჩე რა. ეს კითხვა გავატარო საკუთარ თავში და გავეშვა. ფონზე იყოს ეს კითხვა, მაგრამ არ ვიმეორო გამუდმებით, ახსნა არ ვეძებ, ლოგიკური პასუხი არ ვეძებ. აი უბრალოდ ამ კითხვას დავიყო რა. და თუ დავიწყეთ იმაზე საუბარი დღეს, რომ ყველაფერთან მაქვს გაუცნობიერებული იდენტობა და კავშირი. ესე იგი, ამ იდენტობის დანახვა მჭირდება ჯერ, რომ მე ყველაფერთან იდენტობა მაქვს, რა ყველაფერი მე ვარ. ამ იდენტობით როგორ გამოვიდე? და შეგვიძლია რომ ეგეთი კითხვა დავსვათ, რომ რა ნაწილს ჩემში, ან მე როგორც ვიღაც, ვის აქვს ის გამოცდილებები, რასაც გადის რა. აი ვინ არის კოლზე? ვინ აიძახის რომ მედიტირებ?
ვის აქვს ეს ფიქრები? მაგალითად ტიბეტურ ტრადიციაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სულიერი პრაქტიკა, ეს კითხვა იქნება წერა, მედიტაცია თუ უბრალოდ ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხერხემალი იყოს გამართული რა. იმიტომ რომ ტიბეტურ ტრადიციაში აბსოლუტურად ყველაფრის საწყისი, რასაც კარმულ კვანძებს ვეძახით, ეს კარმული კვანძები ხდება ჩვენს ენერგოარხებში რა. ეს ენერგოარხები თუ არის გაუმართავი, შესაბამისი ფიქრების მებადება. რაც უფრო გასუფთავებულია და გამართულია ჩემი ენერგოარხები, მით მეტად მაქვს წვდომა ჩემს ფიქრებთან, რომ დავინახო, სად გავა იგივე თავი რა. ამიტომ უბრალოდ ფეხები როგორ გიქნებათ მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ხერხემალი ეცადეთ რომ გაასწოროთ კოდუსვენა დაწყებული თავამდე. ამაში დაგეხმარებათ რომ ღრმად შეისუნთქოთ და შეცუნთქოთ საერთოდ მხრები აწიოთ და გამოსუნთქოთ საერთოდ გადაწიოთ უკან და ნელა დაუშვოთ ბუნებრივად. ამოსუნთქოთ საერთოდ გადაწია მხრები უკან და დაუშვი ბუნებრივად. და სადაც გესიამონება იქ გააჩერე. ამ დროს შეიძლება შეატყო, რომ შენი ნიკაპის ზევით არის აწეული, თავი კიდევ წინ არის გაწეული რა. თავი უკან შეწიე და ნიკაპი ოდნავ ქვევით აწიე. თავი ოდნავ ქვევით უკან შეწიე და ნიკაპი ქვევით აწიე. ოდნავ ნიკაპი იყოს დახრილი. როგორც გაგიხარდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიძახით ესეთ რაღაცას, რომ ჩვენი ფიქრები და ჩვენი ყურადღება დაყვება ჩვენს ხედველობას, იმიტომ რომ ამ აღქმის ორგანოებში ყველაზე მწაფრად ვაიგივებთ თავს ხედველობას და რასაც ვხედავთ, იმაში ვიძირებით რა. ამიტომ ჩვენ ამ მედიტაციების დროს თვალებს არ დავხვეჭავთ რა. ესეთ ხონა მექნება, რომ ეკრანი ისე არ გედოთ, რომ პირდაპირ თვალს რო გაახელთ, თვალში ხვდებოდეს, ან ქვევით აწიე, ან გვერდზე გაწიე, თუ პირდაპირ არ გიდევს, დატოვეთ, არ არის პრობლემა. ან ქვევით ადე, ან გვერდზე დადე, რომ აი თვალს რო სწორად მჯდომიარე თვალს გაახელ, მაინდა-მაინც თვალებში პირდაპირ ეკრანი არ ხვდებოდეს რა. ესე იგი, ხერხემალი გამართული, მე ბუნებრივად უკან გადაწეული, თავი ოდნავ უკან შეწიე და ნიკაპი ქვევით აწიე. რაც შეეხება თვალებს, თვალები ოდნავ გახელილი. დახამხამება თუ მოგენდება და ახამხამე რამდენჯერაც მოგენდება. ოდნავ გახელილი თვალები და არც ერთ წერტილზე ფოკუსირებული. აი წარმოიდგინე შენ წინ ახლა რასაც ხედავს, თქოს ეს კედელი იქნება სკამი თუ ასე შემდეგ. მაგ შენ და მას კედელს შორის სიტყვაზე ხო არის დისტანცია რაღაცა რა. აი დაახლოებით ამ დისტანციაში შენგან 2 მეტრის, 3 მეტრის დაშორებით რაღაც სივრცეში შეაჩერე შენი ყურადღება და არაფერზე კონცენტრირდე თვალებით. მოადუნე და ცოტა შეიძლება იყოს ბუნდოვანი მხედველობა. როდესაც არაფერზე კონცენტრირდები და თვალის კუნთები მოდუნებული გაქვს. მხედველობა ბუნდოვანი. აი დაახლოებით იმას გაქვს, რომ ეხლა წინ შეიძლება კედელს ვკაფიოდ ხედავდე, მაგრამ ჩემი პერიფერიული მხედველობა ბუნდოვანია. და შენი წერტილზე ორიენტაციაც ეგრე მოადუნე, რომ ყველაფერს ხედავდე ისე როგორც პერიფერიულ მხედველობას. არ კონცენტრირდი არაფერზე, უბრალოდ მოადუნე, მოეშვ. თვალის კუნთები ჩვენ სულ დაჭემული გვაქვს, იმიტომ რომ სულ რაღაცას ვეძებთ თვალებით, სულ რაღაცას განვიხილავთ ამ თვალებით. თვალები მოადუნე. პირი ოდნავ ღია გაქვს. და ენის წვერი მიბჯენილი არის ზედაპირზე, წინა კბილის უკან, წინა ორი კბილის უკან. ძირითადად სულ გავცხვირით, დაახლოებით 20% შეგვიძლია რომ პირი მივახმაროთ. ეს გონებას ამშვიდობაში ეხმარება, ფიქრების შემცირებაში ეხმარება. მოусმინე შენს ხელს. მოადუნე ის კუნთი იქნება წერტილი, სხეულის რომელიმე ნაწილი, რომელიც დაჭემულია. ყველა შესუნთქვა და ამოსუნთქვა საერთოდ უბრალოდ მოადუნე. შენი თვალები ფოკუსირებული არ არის, მოდუნებულია. ოდნავ ღია. შეგიძლია ცხვირით ღრმად შეისუნთქო და ძალიან ნელა და ღრმად პირით ამოისუნთქე. გააგრძელე ბუნებრივად სუნთქვა და ამ კითხვაზე ვიმედიტიროთ. ამ მომენტში ეს გამოცდილებები ვის აქვს?
ვინ ზის, ვინ მედიტირებს, ვინ უსმენს, ვისაც უხებს სხეული, ვისა აქვს დაჭემული ეს სხეული, ვინ ფიქრობს, თავი რასთან მაქვს გაიგივებული. დაახლოებით 10 წუთს დავინიშნავ და ამაზე გავაჩერო ჩვენი ყურადღება. გაეშვი ახსნებს, გაეშვი რაციონალიზაციას, გაეშვი პასუხისმგებლობას. ჩვენ პასუხი არ გვაინტერესებს. უბრალოდ მოისმენე, დაისვენე მანდ. ვის აქვს ეს გამოცდილებები? შეატყობ რომ ფიქრებში დაიკარგე, ცხური და ღრმად შეისუნთქე და პირით ღრმად და ნელა ამოისუნთქე. გაეშვი ყველა ფიქრს, რაციონალიზაციას, პასუხისმგებლობას. უბრალოდ იყო. ჩვენ გვაქვს უფლება რომ იყოს რაღაც კითხვები, რაზე პასუხიც არ გვაქვს და რაც გვაინტერესებს. უბრალოდ დააკვირდი, ვის აინტერესებს, ვის აქვს ეს გამოცდილება, ვინ ისმენს. თვალები მოადუნე. თუ შენი თვალები დაძაბულია, ოდნავ ქვევით ჩაძიე თვალები. ცხვრით ღრმად შეისუნთქე და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. ეგეთ რაღაცაზე გიფიქრიათ, რომ აი ფიქრი, ვიცახ რომ ფიქრი შემომევიდა. საიდან შემოვიდა ეს ფიქრი? ან ფიქრი სანამ გაჩნდებოდა, მაქამდე სად იყო? საიდან მოვიდა ეს ფიქრი? რა ფორმა აქვს ამ ფიქრს? ამ ფიქრის ისტორია რა არის? საიდან ჩნდება ეს ფიქრი რა? როგორ ხდება რომ ამ ხელოვნებასვანეჭებ ვანიჭებ ჩემს ფიქრს? ფაქტურად მთელი ჩემი ცხოვრება როგორიც არის, მე როგორი ურთიერთობები მაქვს ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, სამსახურთან,
მაგ ყველაფერს განაპირობებს ჩემი ფიქრების ხარისხი. როგორი ფიქრიც მაქვს მე ამ ადამიანზე, ეგ ურთიერთობა მაქვს. უცებ შეიძლება ფიქრი მომიგვითოს, რომ ამ ადამიანს მოიცა, ხა ისეთი რაღაცა გააკეთა, არ უნდა გაეკეთებინა. და ეს ფიქრი იმდენად დამაჯერებელია და იმდენად გამყარებულია ბევრი წარმოდგენით, რომ მე ამ ადამიანთან ურთიერთობას ვაფუჭებ. რაღაცა მინდა და რაღაცა არ მინდა. და როგორ ხდება, რომ ფიქრს ამ ხელაზე გავლენა აქვს ჩემზე. სრული იდენტობა მაქვს ამ ფიქრებთან და მთლიანად ირაკლიდისგან შედგება არის ეს ფიქრი. ეგ როგორ ხდება? შეგვიძლია ეგეთი კითხვა დავსვათ, რომ შემიძლია დავაკვირდე და მივხვდე ჩემი შემდეგი ფიქრი რა იქნება. შემიძლია ჩემ თავს ისე კარგად ვიცნობდე, რომ გამოვიტყდა, თქვა, რომ აი მე შემიძლია გამოვიცნო, აი ეხლა აი რა ფიქრი შემოვა. ან შემიძლია დაუდარაჯდე ჩემს ფიქრებს და ვთქვა, რომ აი ახლა ვხვდები როგორ შემოდის ეს ფიქრი. ჩემი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩემში არსებობს სულ დიდი ისტორიები რა, მაგრამ არ მაქვს უნარი რომ დავინახო, რომ ეს ფიქრები გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. და ამ გადაჯაჭვულობაში პატარ-პატარა სივრცეები არსებობს რა. ყველა ფიქრ შორის, ყველა სიტყვა შორის რაღაც სივრცე არსებობს რა. დისტანცია ამ ორ ფიქრ შორის. მაგრამ მე იმდენად ხელი მაქვს მოწერილი, რომ ეს ფიქრები ესეც უნდა იყოს. ამისგანაც უნდა შევდგებოდე, რომ ყველა ფიქრი ისე სწრაფად მოძრაობს ჩემ თავში, რომ ერთი დიდი სურათი იხატება რა, ერთი დიდი ამბავი ხდება. ეს ამბავი ჩემი ცხოვრებაა. და მე არ მაქვს უნარი, რომ ამ ფიქრებს შორის სივრცე შევამჩნიო. ფიქრებისგან არ ავაგო ჯაჭვი რა, აი ეს რო არ შემიძლია მან ეს რო შემოიღო. და მეორე ნაწილი ეგეთი რაღაცისთვის გამოვიყენოთ რა. აა ისევ რომ ხერხემალი გავასწოროთ. და ეგეთ რაღაცაზე გავაკეთოთ დაკვირვება რა. ზუსტად იგივე რასაც ახლა ვაკეთებდით. ხერხემალი გამართული. თვალები მოდუნებული. ოღონდ თვალები არ არის და თავის ზევით აწეული. ნიკაპი ოდნავ ქვევით ავწიოთ და შესაბამისად ჩვენი თვალის მზერა ცხვირს გავაყოლოთ რა. ოდნავ დაწეული იქნება მზერა ამ შემთხვევაში. ხერხემალი გამართული. ენის წვერი ზედაპირზე წინა აურიკბილის უკან. პირი ოდნავ ღია და ბუნებრივად სუნთქავთ. თავარია რომ თვალები იყოს ოდნავ მოდუნებული. ოდნავ ღია და მოდუნებული. არაფერზე ფოკუსირებული. არც წერტილზე ამოჩემებული. ღრმად შეისუნთქეთ წვერით. და ღრმად და ნელა მოისუნთქე პირით. გააგრძელეთ ბუნებრივად სუნთქვა და ესეთი დაკვირვება რო გავაკეთოთ. სად ხდება ჩემი ფიქრები? მე როდესაც ვიცახი რომ აი ხო ვფიქრობ. ეხლა ფიქრი შემომივიდა. ჩემ თავს უყვები რაღაც ამბავს. და ამას მე ვინჩერებ. აი სად ხდება? შეგვიძლია უბრალოდ დავაკვირდეთ ფიზიკურად სად ხდება ეგ. ჩემს თავში, იქნებ ხელებში, იქნებ ფეხში ვფიქრობ და ვერ ხვდებ. თუ გულში ვფიქრობ. კონკრეტულად შემიძლია დავინახო ის ადგილი, სადაც ვფიქრობ. ეგ სად ხდება? თუ ვიცახი რომ თავში ვფიქრობ, კონკრეტულად სად? მარცხნივ, მარჯვნივ,
შუაში. ზუსტად სად ხდება ეს ფიქრი? აი შეახსნებს, რომ ზუსტად მაგ ფიქრებით უხსნით საკუთარ თავს გამოდმებით რაღაცებს. არანაირი ახსნა არ გჭირდება. უბრალოდ შეგრძნებაში დააკვირდით. ჩვენ ვიცახით, რომ ეს ფიქრი შემომივიდა. შეგიძლიათ დაინახოთ, საიდან შემოვიდა, ან სად შემოვიდა. აი კონკრეტულად რა წერტილიდან შემოვიდა, რა წერტილში შემოვიდა. სად ხდება ეს ჩემი ფიქრები? სად ვფიქრობ? არ გვაინტერესებს რა ვფიქრობთ. ჩვენ გვაინტერესებს სად ხდება ეს ყველაფერი. დააკვირდით, შეიძლება სხეულის რომელიღაცა ნაწილით ვფიქრობ. შეიძლება სხეულის გარეთ ხდება საერთოდ ეს ფიქრები. მოძებნე სად ხდება ეს ფიქრები. გადაიტანე ყურადღება იმაზე, თუ რას ფიქრობ, იმაზე თუ სად ფიქრობ. ჩვენ არ გვაინტერესებს რას ვფიქრობ. ჩვენ გვაინტერესებს სად ხდება ეს ყველაფერი. სწორედ ხმა შეისუნთქე და პირით ხმა დამოისუნთქე. ხემალი გამართული. წყლები მოდუნებული.
პერიოდნავ ღია. შეგიძლია დააკვირდე და დაინახო რა ფორმა აქვს ამ ფიქრს. ან რა სუნი აქვს. რაიმე ფერი თუ გააჩნია. რაიმე სიმყარე თუ გააჩნია. როგორია ეს ფიქრი? გადაიტანე ყურადღება იქიდან თუ რას ფიქრობ, იმაზე თუ როგორია ეს ფიქრი რა. რანაირი ფორმა აქვს, რანაირი სუნი აქვს. გააჩნია თუ არა სიმყარე. რისგან შედგება ეს ფიქრი? რა არის ეს ფიქრი საერთოდ? აერჩიე რომელიმე კონკრეტული ერთი ფიქრი. ნებისმიერი რაც გახსენდება. და დარჩი მხოლოდ მაგ ერთ სიტყვასთან. დააკვირდი რა ფერია, რა ფორმა აქვს, სად ხდება ეგ ფიქრი. შეიძლება აღმოაჩინო, რომ ერთი კონკრეტული ფიქრის შენარჩუნებაც არ შეგვიძლია. ეს ფიქრები გამუდმებით მოძრაობს. სად მოძრაობს, სად ხდება? შეიძლება შეამჩნიო, რომ შენი ყურადღება დავიწროებულია კონკრეტულ სხეულში, ამ სხეულის კონკრეტულ ნაწილში, კონკრეტულ ფიქრში. ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად ეს ყურადღება გაშალე, გააფართო, გაიტანე სხეულის მიღმა, ოთახის მიღმა. რამდენადაც შენი წარმოსახვა გეყოფა. ყოველი ამოსუნთქვის დროს გაშალე შენი ცნობიერება, შენი ყურადღება. გადაიტანე ყურადღება სივრცეზე. და წარმოიდგინე, რომ რაც უფრო გაშლილია ჩვენი ცნობიერება, მით მეტად ადვილი აღვიქვათ რა არის სივრცე და ამ სივრცეში ხდება ჩვენი სხეულებრივი მოძრაობა, ყველა ნივთი, ყველა ფიქრი. ფოკუსირდები კონკრეტულ წერტილზე. უბრალოდ გაშალე შენი ყურადღება. და ამ გაშლილ მდგომარეობაში დაინახე, როგორ მოძრაობენ თავისთვის ფიქრები, ემოციები, სხეულებრივი შეგრძნებები. ისინი არასდროს ყოფილა პრობლემა. პრობლემა ჩემი ურთიერთობა მათთან, დავიწროვებული, ფოკუსირებული. მაგრამ მე შემიძლია რომ გავეშვა ახსნებს, შედარებებს, შეთანხმებებს. მე გამოდმებით ვფიქრობ იმას თუ რას ვფიქრობ. შემიძლია რომ გავეშვა ამ შიდა დიალოგს და გავიშალო ამ ფართო ცნობიერებაში, სივრცეში, სადაც ეს ყველაფერი ხდება. მე მჭირდება დავინახო, რომ თავი მაქვს გაიგივებული ამ ფიქრებთან. და ამ პრაქტიკაში გვეძლევა შესაძლებლობა, რომ დავინახო, რომ მე არ ვარ ჩემი ფიქრები, მე არ ვარ ჩემი ემოციები, მე არ ვარ ჩემი შეგრძნებები, ჩემი აღქმები. სამყარო არ არის ესეთი, როგორიც მე წარმოვიდგენი.
მან დაისვენა, მოეშვი. გაიშვი ყველა ახსნებს. უბრალოდ აი ამ გაშლილ მდგომარეობაში დაისვენა. უბრალოდ გააკეთეთ დაშვება, რომ მე არ ვარ ჩემი ფიქრები და ემოციები. და მან დაისვენა. მიენდი ამ პროცესს.